გადავწყვიტე ჩემი მარიამი მომეყვანა გაბედავა, იმიტომ რომ მარიამი იქ არის ეს 2 დღეა, სულ იქ არის, სამებაშიც გუში მთელი დღე იქ იყო, დღესაც სვეტიცხოველში მთელი დღე იქ იყო, ბავშვები ყავდა, 4-ვე აზიარა. ხო და მინდა მოგვიყვეს და მოვაყოლოთ რა სიტუაციები იყო გუშინ და რაღაცად როგორი ემოციურად დატვირთული გამოხვედი იქიდან. მივესალმები ჩვენ მაყურებელს, ვილოცავ ამ დიდებულ დღეს, ყველა მხრივ ანდრია პირველწოდებულის ხსენებას აღვნიშნავთ, ღვთისმშობლის წილხდომილობის დღეა ამავდროულად და მეცინებოდა ეხლა შესავალში ვუსმინე კომენტარს მიაფუჩეჩესო, ხო? მიაფუჩეჩესო, ხო. და გამეცინა, თვითონ არის მიფუჩეჩებული და მიფუჩეჩებული. ხუხრიონის, ხო? სვეტიცხოველში და ნახე, ჯერ ამდენად მნიშვნელოვანი დღე, აი გულწრფელად რო გთხოვდა რომ რაღაცნაირად ესე დაგემთხვია, რომ ესეც დღეს ყოფილიყო ეს სინქრონიზაცია, შეიძლება ვერ მოგეხერხებინა ადამიანს, მაგრამ ღმერთის ნება ისეთია, რომ წინ ვერავინ არ აღწევდა. ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. ყველაფერი ისე გამოვიდა და ისე ჩაინიშნა და ღმერთმა ისე ინება. როგორც ინება და ეს დღეც შედგა ესეთ დიდებულ და მნიშვნელოვან თარიღს დაემთხვა, როგორც არის მოციქული ანდრიას ხსენების დღე ჩვენ ქვეყანაში და მას უდიდესი როლი ჰქონდა ჩვენი ქვეყნის შეიძლება მაშინ ოფიციალურად არ მიიღეს ქრისტიანობა, მაგრამ მას უდიდესი როლი ჰქონდა ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის და იმ მოქცევაში, რაც თავიდან მოხდა ჩვენს ქვეყანაში და ზუსტად მაგიტომაც ვამაყობთ, რომ 2000 წლიანი ეს ისტორია გვაქვს და სულ ვიდექით ქრისტეს გზაზე და ვიდგებით დარწმუნებულები ვართ, იმიტომ რომ ისეთი უწმინდესი და უნეტარესი გამოირჩა ღვთის წყალობით, ჩვენი უწმინდესის ლოცვა-კურთხევით და წყალობით, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ისევ ღირსეულად გააგრძელებს ილია მეორის გზას, როგორც მას სურდა და უნდოდა თავისი ერისთვის. ხო, რაც შეეხება ემოციებს. გუშინ ჩვენ მუშაობდით შიგნით და შესაბამისად, ანუ ჟურნალისტები, საპატრიარქოს ტელევიზიიდან იქ ვიყავი და ისეთი ემოციური იყო გია ეს ყველაფერი, რაღაც კადრები გადაიცა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდანაც, თუმცა აი იქ ყოფნა სრულიად სხვა ემოცია იყო, რაღაც საოცარი მოლოდინი და რაც დავინახე, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო ჩემთვის, მიუხედავად იმისა, როგორც ეცადნენ, რომ რაღაც გარედან გაეტეხათ ეს ეკლესიის ერთიანობა, ამდენი ხნის განმავლობაში, ჯერ პატრიარქის დროს, შემდეგ მეუფეს მისამართით, მეუფე შიოს მისამართით უკვე უწმინდესის მისამართით ნასროლი ამ ტალახით. შემდეგ სინოდთან დაკავშირებითაც იყო, ხო, ეს ხან რა ეთერი გაკეთა, ხან ვისი ეთერი გაკეთა, ეს რაღაცნაირად ეცადეს, რომ განხეთქილება შეეტანათ ქართული ეკლესიის ერთიანობაში. და აი ამაყად უყურებდი იმ ყველაფერს, როგორი ერთიანი იყო ჩვენი ეკლესია გუშინ. აი ამ გადაწყვეტილების მიღებაშიც მიუხედავად იმისა, რომ სხვა კანდიდატებიც იყვნენ პატრიარქობის და 2 კანდიდატი, აი როგორ ღირსეულად მიიღეს ეს ამბავი, როგორ ღირსეულად მიულოცეს უწმინდეს და უნეტარეს შიომესამეს გაპატრიარქება და როგორ აღუთქვეს, რომ ერთად ეკლესიის მხარდა ეკლესიის უფრო მეტად გაძლიერებისთვის ერთად მხარ იშრომებენ და იღვაწებენ. აი გუშინ ვფიქრობდი, რომ უწმინდესი ამ ყველაფერს ილია მეორე თუ ხარ, დავსკვალობად არის ძალიან ბედნიერი, იმიტომ რომ ეს არის თუ კი არა ხედავს კაცო ეს არის მისი საქართველო და მისი ეკლესია და მე მგონია, რომ აუცილებლად ადგება დღეს უწმინდეს და უნეტარეს შიომესამესაც მის სიტყვაში ქონდა, რომ აუცილებლად ჩვენ უნდა ვილოცოთ ყველასთვის უკლებლივ არ აქვს მნიშვნელობა ვინ რომელ მხარეს და რას ფიქრობს და დარწმუნებული ვარ, რომ გაერთიანდება ჩვენი სამშობლო, აი დარწმუნებული ვარ. გუშინაც მისი სიტყვა ძალიან შთამბეჭდავი იყო, დღესაც სინქრონიზაციის პროცესში სანახავადაც იცი როგორი აი იმდენად გულწრფელი არის ახალი უწმინდესი, რომ აი სახეზე ეტყობა ყველა ემოცია და ამას რო ხედავ, უკვე ყველაფერი ნათქვამია და რაღაცნაირად აი ამ ხელა ბრძოლა ხო იყო, რომ ის ვინ არის, ეს ვინ არის, ვნახეთ ვიდეო კოლაჟი და ტალახის სროლა თითქოს ხალხმა გასცა ამ ყველაფერს პასუხი. დღეს რაც ხდებოდა სვეტიცხოვლის ეზოში, ეს იყო აი ამ ხელა სიყვარულით მიიღო ახალი უწმინდესი
ეს შემთხვევით ხომ ვერ მოხდებოდა, რომ არა ესეთი უფლისნება და რომ არა ჩვენი პატრიარქის ილია მეორის ასეთი სიბრძნე, რომ მან თავისივე ცხოვრებაში გამოარჩია, თავისივე სიცოცხლეში და 9 წელი ჩვენ შეგვაყვარა, 9 წელი ჩვენ მოგვცა იმისთვის, რომ ისე შეგვეყვარებინა მეუფეშიო, როგორც შეიყვარა მან და როგორც გამოარჩია შვილობრივი სიყვარულით და ეს იმხელა მადლია და ამას ჩვენ ყველაფერს ვხედავდით, რომ აი დღეს ისე მიიღო საქართველოს უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე, როგორც იმსახურებდა ამას საქართველოს პატრიარქი. უდიდესი სიყვარულით, უდიდესი სიხარულით, დაუვიწყარი ოვაციებით, ტაშით და მე დარწმუნებული ვარ, რომ მუდმივად იქნება ეს ოვაციები და სიხარული ჩვენს ერში, იმიტომ რომ უწმინდესი აუცილებლად გააგრძელებს იმ გზას, რასაც ჩვენი საქართველოსთვის გადარჩენის გზას უწოდებ მე, იმიტომ რომ აი სვეტიცხოვლის რომ უყურებდი ამ დიდებულ ტაძარს არის გადარჩენა და ის რაც დღეს ამ ტაძარში მოხდა, ესეც არის ჩვენი ერის გადარჩენა და ის მომავალი, რაც უკვდავობას გვიქადის, მე ასე ვიტყოდი.